დღეზე ნაკლები დრო რჩება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. მანამდე კი პოლიტიკოსები ამ მომრჩეველთან კომუნიკაციას აქტიურად განაგრძობენ. მათ შორისაა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე. იგი ტყიბული თერჯოლის გაერთიანებულ ოლქში ამ ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამით ეცნობა. ამჯერად შეხვედრები ღვანკითის, რუფოთისა და ტელეფას მცხოვრებლებთან გაიმართა. სოფლების ძირითადი სარტყივარი გაუმართავ წყლის სისტემასა და მოუწყობელ გზას უკავშირდება. საუბრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კანდიდატი თერჯოლის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებსაც გაეცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა. ეს არის ექიმი. ექიმი და მასწავლებელი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა გამოირჩეოდეს. კარგი შთაბეჭდილებით ვარ. პოზიტიურად ალბათ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას არჩევნებზე. ჩემთვის უნიშნელოვანესია ის განვლილი გზა, რომელიც გზითაც ბატონი ელგუჯა მოვიდა ჩვენამდე. მისი გულწრფელობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე დღეს შეხვედრაზე მომეწონა. ძირითადად გულწრფელობა ახასიათებს უფრო საქმიან ადამიანებს, რომელსაც პრაქტიკულად რაღაც გაუკეთებია ღირებული ქვეყნისთვის და ბედნიერებაა, რომ ჩვენ სწორედ ესეთი კანდიდატი გვყავს, რომლის წარსული დატვირთულია უზარმაზარი საქველმოქმედო თუ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეებით. მე ვთვლი, რომ პარლამენტში ზნეობრივი ადამიანები უნდა მოხვდნენ, რათა კანონები, რომელსაც იღებს პარლამენტი, იყოს ქვეყნისთვის ღირებული და არა ვიღაცის ლობირებისთვის. სწორედ ეს ზნეობრივი კრედო, რომელიც ბატონ ელგუჯას გააჩნია და რომელიც ჩვენ დღეს მოვისმენთ და სრული იმედს გვაძლევს იმისი, რომ ის კანონები, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს, ნამდვილად იქნება საქვეყნო საქმისთვის. 2007 წელს ბატონი ელგუჯას თავოსნობით სკოლას გადმოეცა რამოდენიმე ათეული კომპიუტერი და თამამად შემიძლია თქვა, რომ ეს ცენტრი გახდა ჩვენი სკოლა ტრენინგების, კატის გამოცდების და ასე შემდეგ. მისი პირველი შტრიხიდან გამოვყოფთ იმას, რომ პიროვნება არის სუფთა ხელებით, ნათელი გონებით და რაც ნამდვილად ჭირდება და წაადგება ჩვენ ქვეყანას. სოფელ ღვანკითში მან აგვისტოს ომის გმირის ვალერ გოგნაძის მემორიალი მოინახულა და მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი დეპუტატობის კანდიდატმა სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ოჯახები მოინახულა. მოსახლეობა გულწრფელი დიალოგის ფორმატით კმაყოფილი დარჩა და სამთავრობო წარმომადგენელს მხარდაჭერა აღუთქვა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ ბატონ ელგუჯას, ბევრი პოზიტიური მესმის მის შესახებ. აქ იყო მმართველობა 16 წლიანი, ეს იყო ჯოჯოხეთი. არ მინდა რომ ეს 16 წლიანი მმართველობა დაბრუნდეს ისევ. მე მინდა საქართველოს პარლამენტში მყავდეს ქმედუნარიანი, აქტიური დეპუტატი, რომელიც იმუშავებს და აყენებს ინიციატივებს, შეიმუშავებს კანონებს და ამასთანავე მიაქცევს ყურადღებას ორივე რაიონს. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ პიროვნებამ ჩემზე. აი ნამდვილად უკეთილშობილესი ადამიანია, უგანათლებულესი ადამიანია. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს დღეს ის საქართველოსთვის და ვფიქრობ, რომ თუ ის დეპუტატი გახდება ჩვენი რაიონის, კიდევ უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. აი გულწრფელი სიტყვებით მოგმართა დღეს ჩვენ ბატონმა ელგუჯამ და მე მწამს ამ გულწრფელობის. მე პირადად იმდენად აღფრთოვანებული ვარ ჩვენი დღევანდელი შეხვედრით, რომ აი ვაცხადებ ხმამაღლა, რომ ხმას ვაძლევ და უსურვებ მას ძალიან დიდ წარმატებებს. უკეთესი დეპუტატი ტყიბულს და თერჯოლას არ ეყოდება. ბატონი ელგუჯა დღეს არის უალტერნატივო კანდიდატი. ორივე რაიონს იცნობს ზედმიწევნით კარგად. მადლობა მინდა უთხრა ქართული ოცნებას იმის გულისათვის, რომ ესეთი შესანიშნავი კანდიდატი მისცა ამ ორ რაიონს. მად ვარ დარწმუნებული, რომ 8 ოქტომბერს ელგუჯა გოცირიძე გახდება ამ ორი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. 91 წლის ფაგერგას ასეთი კაცი არ შემხდერია ჯერ არც ახლა არც იმ დროს. ედნიერად ამყოფოს ღმერთმა და ყველა ხალხს მოუჭერს მაგას. მაგარი შეიძლება კი ხაბა ცრემლები მომივიდა. აი ყველაფერს გეფიცები. აი ახლაც მომდის. ისეთი გული და სულით ლაპარაკობს ეს კაცი. ყველაფერი დასაჯერებელი. მერთმა გაუმარჯოს. ჩვენ მაგას ხარ დაუჭერთ. ამისად ადამიანები ჭირდება ჩვენ დღეს გაჭირებულ ხალხს. ძალიან კარგად ილაპარაკა ჩვენმა დეპუტატმა. მე ვთვლი უკვე დეპუტატია ეს, იმიტომ რომ აუარებელი ხალხი იყო ახლა ამ პატარა კუთხეში და ყველანი ვაძლევ ხმას მაგას. ჩემი 8 ოჯახის წევრი ყველანი ვაძლევ ხმას. ჩამოყალიბებული, განათლებული კაცი.
გაჭირებულების დამხმარე იცოცხლოს დიდხან და ძალიან მომეწონა. ნამდვილად დაუჭერ მხარს. შიშები აღარ არის. ხალხს არ კლავენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თავრობის მივესალმები ამ თავრობას. მე ელგუჯას ბავშვობიდანვე ვიცნობ ისეთი ენერგიული კაცია რომ ყველაფერს შეძლებს. ჩემი შეხედულებით ძალიან კარგი პიროვნება არის და ძალიან კარგი აზრი აღმოთქვა ჩვენი სოფლისთვის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ და ჩვენ ავირჩევთ ამ პიროვნებას და გაკეთდა ძალიან ბევრი ბაღებში უფასოდ არის მომსახურეობა არის კარგი სამედიცინო მომსახურეობა მე პირადად კმაყოფილი ვარ რომ შვილი 44 დღე ქუთაისის საავადმყოფოში მეწვინა და კაბი კი არ გადამიხდია. ელგუჯა გოძერიძე არის კაცი რომელიც იტყვის და ასრულებს. მაგისთვის სხვა რამე წინააღმდეგობა არ არსებობს, მაგისთვის არ არსებობს არავითარი ბარიერი, იმიტომ რომ ის არის მართალი, პატიოსანი კაცი. ელგუჯას უნდა სიკეთე, მას არაფერი არ აინტერესებს, გარდა მისი აი ამ დეპუტატობის პერიოდში მან სიკეთე გაუკეთოს ორ რაიონს, სადაც მაგ მოღვაწეობდა, დაიბადა, გაიზარდა და სადაც არის მისი საყვარელი მშობლები. ეს არის ადამიანი მიზან დასახული სიტყვის კაცია. კაი დეპუტატი უნდა იქნას, მაგრამ მე მგონია, იმნაირად ლაპარაკობს, რომ 100%-იანი უნდა იქნას. პრინციპული კაცი იქნება გასმის და რასაც ამბობს, მაგაც იგასმის, მე მგონია შეასრულოს ემას.